ეგრა. ეს არის საჭური კეთრა, შალატა მაქვს დაგმეო. რამდენი გაქვს? ამჟამად მე ხდება 150. და ღვინოები გაქვს. სოლიკაური ოჯალეში. ახარებდეს სოლიკაური შემდეგ გავაში. ოჯალეში ნახე. რამდენი გაქვს? ვენახი დაახლოებით 1 გექტარი. როგორც ალექსანდრიული და მუჯურათული, ასევე სოლიკაური. ალექსანდროს შრალად აკეთებ? ალექსანდროვსა ერთობი ადგილებია და სპეციალური მიწაზე ხარ. რამდენი ძირი გაქვს? მე ცოტა ოჯახში დაყენებ. და კახას აკეთე შამპანი. აქ არა. წარმოგარი. ეს ოჯახის ხოჭკარა აქვს? არა, შამპანი. მაგრამ ამ ბოტლებში ასხობ, ხო? კი, მე უბრალოდ ვენახით საკმაოდ დიდია. საფერავიც მაქვს, ახური საფერი მაქვს გაშენებული. რამდენი და ძალიან კარგი. სადღაც გექტარი ნახევარი მაქვს. ნახეთ რა მრავალფეროვნება რაჭაში ღვინოების. ქართველების უმეტესობა იცის ხვანჭკარა და ცოტა უსახელოვანი, ხო? მაგრამ ეს ისეთი ღვინოებია, რომ თელ მსოფლიოში არის მართლა ბადალი არ აქვს თავის კატეგორიაში. და ეხლა რასაც ვაკეთებ ჩვენ, რაც ამ დროსთან ერთად კეთდება და რასაც ხშირად მეუბნებიან, რომ აი პრეზიდენტობის შემდეგ რა უნდა აკეთო, მინდა განათლებაში ბევრი ენერგია ჩავდოთ და მათ შორის ამ სფეროში განათლებაში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ კარგად ამეების ჩამოსხმა, კარგად ამეების მოვლა. ამიტომ ჩვენ აქ მეღვინეობის ასოციაციას დავეხმარეთ. მეღვინეობის ასოციაციამ იყიდა პატარა ღვინის ქარხანა, გააკეთა სანიმუშო ვენახი. იმისაც რომ ადგილობრივ მეღვინეებს ვასწავლოთ გამოსობაზე, იმიტომ რეალურად ის კი არ არის მარტო რომ რამდენად ჩაიბაროს კურსზე, ეს მნიშვნელოვანია და ეს თანხები ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება. ბევრად მეტადაც უნდა ჩაიბარო. თავარი არის ის, რომ როცა პატარა მიწის ნაკვეთი გაქვს და პატარა ვენახი გაქვს, ამითი შეიძლება ოჯახის ჩენა. და ეს კომბინაციაში კარგ ჩამოსხმას და კარგ ტექნოლოგიასთან და ტურიზმთან და ნახეთ უცხოელებიც ბევრი არიან აქ. გაძლევს დიდ შემოსავალს. ღვინო არის ყველაზე მეტი შემოსავლის მომცემ პოტენციურად საქართველოს ტურისტული ბუმის პირობებში. შეიძლება შედის ღვინო არ შეიძლება. ჰა? ბოდი. რა მაგარი ვიღაცა? შენახა ჩვენი სიხარული იწოდე. თქვენ ხართ ჩემი სიხარული. აი შენახა და ჩემი ენერგია. შემოგევლე ჩემი. ეს ბიში. ორივე ძალიან მაგარი. აი ეს ვისაც გაუმარ? ხალხო, საქმეზე ვართ. აი რა მაგარი ხალხია ესე იგი თვითონ ჩვენი მეგობრებს აქვს და აქვს თავის სანერგები და იდახავენ ამ ჯიშებს რომელიც აქ არის და სხვებს უზიარებენ. იმიტომ რომ ეს ჩვენ საქართველოში გვაქვს 500-ზე მეტი ჯიში აქვს, მაგრამ აქედან არის რამდენიმე ათეული, რომელიც საერთოდ არაფერს არ გავს სოფლიოში. იმხელა საგანძური რუსეთის ბაზრის გახსნა არის ძალიან დიდი საფრთხე ჩვენთვის, იმიტომ რომ ეს ღვინოები არის ძალიან ძვირი ღვინოები. არის ძალიან უნიკალური. უსახელოვანი უნდა გიყიდოს სოფლიო ბაზარზე $100, $200, $300. როგორც გითხთ, ყველაზე მაგარი იტალიური ღვინოები. რუსეთში არის მოთხოვნა იაფ ღვინოს. რუსული ბაზარი შეგთხოვს ახლა ჩვენ პირველი ღვინოები რომელიც შევიდართ რუსეთში, ღირს $30 და ზემოთ. ეგრევე პადმასკოვიაში ჩემი ინფორმაციით დაიწყეს დამზადება იაფი ღვინო, იმიტომ რომ ჩვენ რომ რუსეთის რა ფასადაც ახლა დღეს უნდა ღვინო, მით უმეტეს ეკონომიკური კრიზისი დაეწყო, უნდა მიცოთ ღვინო $8. $8 რომ გაყიდო ხვანჭკარა მაგალითად. ხვანჭკარა უნდა ღიროს აქ $2. $2 ხვანჭკარა არ არსებობს ბუნებაში. ესე იგი ჩვენ გვაქვს რეალურად დიდი საფრთხე წინაშე. არა მხოლოდ და ჩვენი საფრთხე არის ის რომ რუსული ბაზარი გრძელვადიანად შეიძლება აღმოჩნდეს ხაფანგი. იმიტომ ჩვენ შიგნით არა გვაქვს მარკის დაცვა. და უკვე ამოქმედა თელი ინდუსტრია ჩემი ინფორმაციით პარალელურად და ველაპარაკე მეწარმის რომელშია, რომელიც სუპერმარკეტებში რუსეთში მიაწვდია სწორედ ამ ქართულ ეგრეთ წოდებულ ქართულ ღვინოს. და ეს ღვინო არ შეიძლება იყოს იაფი. აქ იმდენად ცოტა აქვს ალბათ მიწა, რომ როცა ნახევარი ჰექტარი თავის და მოყავს ეს უხელავი, რომელიც უნიკალურია. შეუძლებელია ასეთი ღვინოთი, შეუძლებელია რომ ეს გაყიდო იაფად. არც უნდა გაყიდო, ამ ხალხმა თავი ხომ დაირჩინოს. ღმერთმა მიცა ეს, მაგრამ სახელმწიფოს ფუნქცია როა დაიცვას და ჩვენ ახლა ისინი შევაგდეთ ბაზარზე, სადაც არანაირი დაცვა არა. ამიტომ ეს არის რასაც ყველანი უნდა დავფიქრდეთ. ამდენი წელი ვიძახით რუსეთი. რა საფრთხეები ახლა სამასთან ამსეთი იმ განგსტერიზმის პირობებში რომელიც არის რუსეთის ბაზარზე, ამაზე სერიოზულად არავინ არ არის დაფიქრებული. პირველ რიგში ეს უქმნის ამ ძვირი ღვინოების წარმოებლებს სერიოზულ საფრთხეს უნდა გვესმოდეთ.
შეიძლება სურათი გადაგიღო. სიამოვნებით. გეშამძადეთ? სათიბულოში ქართულ ტრადიციას უნახავთ სოფლიოს რა. მარტო საქართველოს კი არა. შთაგოგონებდე რომ თქვენ არავინ არ ახართ, ვინ ახართ. ესეთი ტრადიცია, ესეთი სიმღერა, ესეთი კულტურა, ესეთი ქრისტიანული სიღრმე და ესეთი გვინო და სამზარეულო. სოფლიოში მართლა არავის არ აქვს. და ეს არის ჩვენი უნიკალურობა და ყველა რო გვეუბნებოდა თქვენ ვინ ახართ და რა ხართ 5 მილიონი ნახევარ ტურისტი ჩამოვიდა წელს და ალბათ 10 მილიონამდე მთელი მსოფლიო ჩამოვა საქართველოს სანახავად. და ვერავინ ვერასოდეს ვეღარ დაგობრუნებს უკან მართლა. ეგ არის მთავარი და თქვენ ამის ძალიან მთავარი ნაწილი ხართ. იმიტომ რომ ეგ შეინარჩუნოთ გაჭირვებაში, უბედურებაში, უშუქობაში აქ, უბზოობაში ძალიან მაგარი კულტურა. შეუნარჩუნეთ საქართველოს ჩვენ შვილებს და მთელ მსოფლიოს. მაგიმარჯვეთ. როგორც მესტია და უშგულია საგანძური სოფლიო, არ მხოლოდ საქართველოს, ესეთია ღები. გვინდოდა ესვანური კოშკები ყველა აღვედგინა. გავკვეთები ესეთ სოფელი როგორც არის უშგული, როგორც არის დაორმინა, როგორც არის ძალიან რამდენიმე კიდე სოფლიოში ბევრი არ არის და მთელი მსოფლიო ჩამოგოყალა. გზა კი კეთდება იქით და ვაკეთები და დავიწყეთ, მაგრამ აი ამის აღდგენა და გაკეთება როგორც გებია შარშან ოქტომბერში გაგვიჩერა, მაგრამ დროებით. იმიტომ რომ ნუ არ შეიძლება რომ არ გაკეთდეს. ძალიან მაგარი ხალხი ხარ. ძალიან ნიჭიერი ხალხია, ძალიან სტუმართ მოყვარე, კეთილგანწყობილი და რაც თავარი ისეთი კულტურა, ისეთი ბუნება, ისეთი საოცრება, ეს ქრისტიანული ტაძრები, ეს სვანური კოშკები იქ არო მე მინდა რომ მინიმუმ ქართველებმა მოვიდნენ და ნახო რა ეხლა. ხო გვეუბნებიან ვიღაცეები რომ ამერიკელები ჩვენ კულტურას ანგრევენ და რაღაცა რუსებმა დაიყვანეს ჩვენი ღვინო თავის საბჭოთა კავშირის დროს 2-3 ნაირსახეობამდე ყველა დანარჩენი დაგვავიწყეს. აი ნახე ამერიკელები ჩამოვიდნენ და ნახე ფუძდებენ იმაში რომ ქართული ტრადიციული ღვინოები დაბრუნდეს ქართულ მეურნეობაში. აი განსხვავება, აი ლაყბობა და ტყუილი, რასაც რუსები თავზე მუდმივად თავზე გვახვევენ, რომ ამერიკელები არიან ჩვენ თურმე გამანადგურებლები, ჩვენი კულტურის დამგრეველი, აგერ არის ამერიკელი ქალბატონი, რომელსაც ქართული ეს ტვიში, რომელიც და ბევრი სხვა ჯიში, რომელიც გადაშენების პირას იყო, დააბრუნა, ფული დადო, დაგვეხმარა, რომ ქართული ტრადიციული ჯიშები აღორძინდეს და ქართული მეღვინეობა აღორძინდეს. აი ამაზე მეტი დასტური რა გინდათ? შეგვიძლია დაუჯეროთ ჭორებს და შეგვიძლია დაუჯეროთ საკუთარ თვალებს. ეს არის კონკრეტული კაცი. შეგვიძლია დაუჯეროთ ტერირას ლაყბობს და შეგვიძლია დაუჯეროთ იმას, რასაც ჩვენ თვითონ ხედავთ და კეთდება. აი ეს არის განსხვავება. თქვენ გეიხარეთ. გეიხარე. We have local varieties and you're helping us with them. You can plant them within 2 to 3 months instead of the normal 1 year. ესე დებენ ფულს იმაში, რომ ძალიან სწრაფად დავაბრუნოთ ჩვენ ტრადიციული ჯიშები და გლეხებს ჰქონდეთ საშუალება სოფლის მაცხოვრებლებს, რომ ეს კარგად მოიყვანონ და კარგად გაყინონ და შემოსავალი შემოვიდნენ. და აი ეს არის რაც სიყვარდება ამერიკული ფული. ჩვენ გვაქვს ფერმა. გინდა დამიჯერეთ, გინდა რომ სოფლის ყველაზე მაგარი ყველია ადგილი. დიდი მადლობა. არის ეს ევროპული ტრადიცია შეხამებული ამ ქართულ სიახლესთან და ეს განსაკუთრებულობასთან. მაგრამ საქართველოს გიაცერთაშეს და კავკასიაში და კავკასიაში დავხვერთ ის გადამახშობის საწარმოს აშენებაში. ხო და ძალიან მაგარი საქმეა ხა ესეც სად არის? და ვეხმარებით ბრენდირებაში. აი ზუსტად რაც გვინის ასოციაცია აკეთებს, იგივე საკეთებენ ესენი უკვე. აი სულ ამლეთ გადაავლე ხელი, ეი. აუ, აუ, გადავა. თამაშ შემოგაჭა, შეცგამაშ. აუ, დავай. თამაშ გადავა, თამაშ. აუ, სიდია.
Claro que sí. Hopefully we will have you again there. Espero. Espero que sí. Muchas gracias. Un placer saludarlo. Para estar aquí. Y honrado de que Yo nos quiero reciba. saludar a usted. Muy bien, encantado, un placer. Buenos días. Hola, ¿qué tal? I'm Simon. I live in Spain, but I'm English. Yeah. So I also speak English. Yeah, okay.